გახშირებული ავტოავარიების გამო გახოკიძის ქუჩაზე მოსახლეობა შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების დადგმას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით გვიან საღამოს აქციაც გამართეს. მოსახლეობის თქმით უკვე მიმართეს ქალაქის მერიასა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტს, თუმცა ამ დრომდე ქუჩაზე არც ერთი შუქნიშანი და უსაფრთხოების ბარიერი არ დამონტაჟებულა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა თითქმის ყოველდღე ხდება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ინციდენტის დროს მანქანა მაღაზიაში დაეჯახა. სამგორის რაიონის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა მერიის წინა მმართველებს მიმართეს და ბარიერების დაყენებაზე უარი ოლიმპიური სოფლის მშენებლობის გამო მიიღეს. მოხუცები ვერ გადმოდიან, მოზარდები ვერ გადმოდიან. ყოველ სეზონზე 2 და კვირაში ხან ორჯერ ავარიებია სისტემატიურად. არის დატვირთული მოძრაობა. ან გზის ნიშნული დააყენონ, ან მოძრაობის რაღაცა. 13-ში მოხდა ავარია, შემომივარდა მაღაზიაში მანქანა. ღამე, იმიტომ რომ დადიან ძალიან სწრაფად. მერიაში დაწერილია წერილი, მივმართეთ ყველას, არ ვიცი, მაგრამ არავინ საერთოდ ყურადღება არ მოგვაქცია. მოქალაქეები შემოიტანენ განცხადებას, ან ჩემთან, ან საკრებულოში, ან მერიაში, ამას ახორციელებს ქალაქის სატრანსპორტო სამსახური. ამ შემთხვევაში უკვე მათი გადასაწყვეტია მიზანშეწონილი. და მე არ მგონია ახლა რომ აქციები იყოს საჭირო, იმიტომ რომ აქციო არაფერი არ არის და